საფარქვეშ ჯონ ბევირი თავი მე-15 ერთნი ძალაუფლებას ერთობა მოაქვს რომელიც ღვთის დიდებას უძღვის წინ ღვთის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრებას აქვს თუ არა უფრო დიდი მიზანი და სარგებელი ვიდრე აქამდე განვიხილეთ პასუხია დაუეჭვებელი დიახ ეს გახლავთ ღვთის სამეფოს ეფექტური წინსვლის დიდი სურათი იესომ მიზანი და სახა ეკლესიისთვის იყავით ერთნი ამ მიზნისკენ სვლაში დიდი სარგებელია იგი ლოცულობდა მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ არამედ იმათთვისაც ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს რათა ყველა ერთი იყოს როგორც შენ ჩემში მამავ მე კი შენში რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთი სოფელმა რომ შენ წარმომგზავნე დიდება შენ რომ მომეცი მათ მივეცი რათა ერთნი იყვნენ როგორც ჩვენ ვართ ერთნი იოანეს მე-17 თავის მე-20 მუხლიდან 22 მუხლის ჩათვლით ჩვენთვის დიდება არის შენახული მაგრამ ეს მჭიდროდ უკავშირდება ერთიანობას დიდება არ გახლავთ ის სიტყვა რომელსაც საუბარში ხშირად ვიყენებთ ვებსტერის ლექსიკონი მას ასე განმარტავს დიდი სილამაზე და ბრწყინვალება სიდიადე ბერძნულ დოქსას იგივე მნიშვნელობა აქვს და მაინც CWS-ის ლექსიკონი ასკვნის ღვთის დიდება არის მისი არსება დოქსას ძველაღთქმისეული სინონიმი გახლავთ ებრაული ქაბოდ ბრწყინვალება სიმდიდრე სიუხვე პატივი დიდებულება და წონა მისი ერთსიტყვიანი განმარტებებია წუთით შეჩერდით და ამ სიტყვის სიდიადეზე დაფიქრდით როცა ბიბლია ღვთის დიდებაზე ლაპარაკობს მის საოცარ ბრწყინვალებას და მის უსაზღვრო სიმდიდრეს მის ყოვლის შემძლეობას მისი პიროვნების სიუხვეს მის დიდ პატივსა და მისი არსების სიდიადეს გულისხმობს ბოლო განმსაზღვრელი სიტყვა წონა მიუთითებს რომ იგი ჩამოთვლილი თვისებების სიმცირეს არ განიცდის არამედ ყველა მთელი სისავსით არის წარმოდგენილი მოკლედ რომ ვთქვათ ლაპარაკია მისი სიდიადის ინტენსიობაზე იესო არის ადამიანში გაცხადებული ღმერთი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მისი მნიშვნელოვანი სიტყვები ვინც მე მიხილა მამა იხილა იოანეს მე-14 თავის მე-9 მუხლი იოანე მოციქულმა გააცხადა რომ სიტყვა თავიდანვე ღმერთი იყო შემდეგ ის წერს სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება იოანეს პირველი თავის მე-14 მუხლი მისი დიდება სხვადასხვა გზებით გამოვლინდა მაგრამ განსაკუთრებით მისი ძალა უნდა აღინიშნოს ამის დამადასტურებელი უამრავი მონაკვეთიდან ერთ-ერთი ეს გახლავთ ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება იოანეს მეორე თავის მე-11 მუხლი მან დედამიწაზე ყოფნისას ღვთის სიდიადის წონა დაგვანახა ამაღლებამდე ასეთი დავალება მოგცა როგორც მე მომავლინა მამამ მეც ისე მიგავლენთ თქვენ იოანეს მე-20 თავის 21 მუხლი ამ უზარმაზარი დავალების შესასრულებლად იესო ჩვენთვის ლოცულობდა რომ მისი სიდიადის წონა ჩვენზე დავანებულიყო და როგორც ადრე აღვნიშნე მისი ეს აღთქმა როგორღაც ჩვენს ერთიანობას ერთობაში სიარულს უკავშირდება ჩვენ გვეუბნებიან აჰა რა კარგია და რა საამური როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები დაადგინა უფალმა კურთხევა 133 ფსალმუნის პირველი მუხლიდან მე-3 მუხლის ჩათვლით არ არსებობს იმაზე დიდი კურთხევა ვიდრე მის დიდებაში დამკვიდრება მისი თანდასწრების სისავსის განცდა ეს შეუძლებელია მოხდეს დაყოფილ ეკლესიაში მხოლოდ ერთობა იძლევა ამის საშუალებას სრულყოფილი მაგალითი პირველი ეკლესია ამ ჭეშმარიტებას მშვენივრად ასახავს იესო ზეცა დამაღლდა და მისი ერთგული მიმდევრები დაემორჩილნენ მის მითითებას ზემო ოთახში დარჩენის შესახებ საქმეების პირველი თავის მე-4 მუხლი აღდგომიდან 40 დღის შემდეგ იესო სულ მცირე 500 მამაკაცსა და ქალს ეჩვენა პირველი კორინთელთა მე-15 თავის მე-6 მუხლი მიუხედავად ამისა 10 დღის შემდეგ იერუსალიმში მხოლოდ 120 მოწაფე იმყოფებოდა სად წავიდნენ დარჩენილი ასეულები არ ვიცით სად იმყოფებოდნენ ისინი მაგრამ ვიცით რომ არ დაემორჩილნენ იესოს მითითებას მამის აღთქმულის დალოდების შესახებ ზემო თვალში შეკრებილი მამაკაცები და ქალები ღვთის სიტყვის მისი უშუალო ძალაუფლების ქვეშ იყვნენ გაერთიანებულნი როგორ გამოეხმაურებოდნენ მის გადაცემულ ძალაუფლებას ამაღლებამდე იესომ პეტრეს დაავალა მისი მიმდევრების ზედამხედველობა
პეტრეს სხვა მოწაფეებისგან გამოირჩეოდა. ის ღვთისგზების შეცნობის დიდ წყურვილს იჩენდა და ისეთი გამოცხადებები ჰქონდა, რომლებიც სხვებს არ გააჩნდათ. ის დანარჩენ მოწაფეებზეც ახდენდა ზეგავლენას. მის ცხოვრებაში ნამდვილად არსებობდა წინამძღოლობის ნიჭი, თუმცა ხშირად იმპულსური და ღვთისნებიდან ამოვარდნილი იყო. როცა პეტრემ თამამად განაცხადა, რომ იესო იყო ძე-ცოცხალი ღვთისა, უფალმა შეაქო მისი შინაგანი წვდომა და კურთხეულ ადამიანად გამოაცხადა, ღვთიური ჭეშმარიტების მიღების გამო. თუმცა სხვა შემთხვევაში იესო პეტრეს მიუბრუნდა და უთხრა: „გამშორდი სატანავ. საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია.” მათეს მე-16:23 მუხლი. ერთხელაც პეტრემ წყალზე გაიარა, როცა სხვა მოწაფეები ნავში დარჩნენ და უბრალოდ დაკვირდებოდნენ. მან კიდევ ერთხელ გაკვალა გზა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, სანამ სხვები მოყვებოდნენ და წყალზე ფეხს დაადგამდნენ, ჩაძირვა დაიწყო. იესომ დამწუხრებულმა უთხრა: „რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნევ?“ მათეს მე-14:31 მუხლი. კიდევ ერთ შემთხვევაში იესომ პეტრე წაიყვანა მთაზე იოანესა და იაკობთან ერთად. როცა ადგილზე მივიდნენ, იესომ ფერი იცვალა. მისი სახე მზესავით განათდა და სამოს ბრწყინვალე სითეთრე მიეცა. მოსე და ელია გამოჩნდნენ და იესოს ელაპარაკებოდნენ. რა პრივილეგია და პატივია სამი ადამიანისთვის ამ ფენომენალური მოვლენის ნახვა. სანამ ყველაფერი დასრულდებოდა, პეტრეს სამი კარვის დადგმის იდეა მოუვიდა. ორი ელიასა და მოსესთვის. ის ისევ წინა რიგში იდგა, მაგრამ ამ დიდების ატმოსფეროშიც კი ღვთისნებას დაშორებული გახლდათ. პეტრეს უდიდესი მარცხი იესოს უარყოფა. მის მიმდევრებს ჯერ კიდევ არ დავიწყებოდათ. აღდგომის შემდეგ სამარხთან მყოფმა ანგელოზმა სამ დედაკაცთან საუბარში პეტრე ცალკე გამოყო. მას წადით. უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს. აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. მარკოზის მე-16:7 მუხლი. ეს სამი ქალი და სავარაუდოდ ბევრი სხვა მოწაფეც ფიქრობდა, რომ პეტრე დანებდა. წარმოიშვა მნიშვნელოვანი კითხვა. ამ ახალი ეკლესიის წევრები შეძლებდნენ იმ კაცის დაქვემდებარებას და დამორჩილებას, რომელსაც ასეთი არამყარი ნაბიჯები ჰქონდა. მისი იმპულსური ქცევა, ინფორმაციის გადამუშავების, ფიქრისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი სულაც არ იყო უნაკლო და ხშირი შეცდომებისკენ მიდრეკილი გახლდათ. ერთი სიტყვით, პეტრე არ იყო იმ მღელვარე პერიოდში ახალგაზრდა ეკლესიის ხელმძღვანელობის საუკეთესო კანდიდატი. ამის გათვალისწინებით გამოვიკვლიოთ პეტრეს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ახალშემდგარი ეკლესიის წინამძღოლის რანგში მიიღო. რამდენიმე დღე გავიდა და მან ფსალმუნთა წიგნში შესაფერისი ადგილი იპოვა, რომელიც იუდას მიერ იესოს გაცემას ასახავდა. პეტრე იმ ზემო თვალში შეკრებილ პატარა თემს ამ მონაკვეთს უკითხავს, ვინაიდან წერია ფსალმუნთა წიგნში. მისი მსახურება სხვა მიიღოს. საქმეების პირველი თავის მე-20 მუხლი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პეტრე ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. სწორედ გამოიყენა თუ არა ეს გაგება, რასაც ახლა დავწერ. შესაძლოა ჰიპოთეტური მოგეჩვენოთ, მაგრამ იმედი მაქვს, საკმაო მხარდაჭერა ექნება წმინდა წერილის მხრიდან, რომ რეალობასთან ახლოს იყოს. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ღვთისნებას აცდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. მან ყველა ის კაცი შეკრიბა, რომელიც თავიდანვე იესოსთან იყვნენ, რომ წილი ეყარათ და გაეგოთ თუ ვის დააყენებდა ღმერთი იუდას ადგილას. ახალ აღთქმაში ვერ სადნახავთ, რომ ღმერთი მოციქულებს წილის ხრით, ლატარიის მსგავსად ირჩევდეს. იესო ამ კაცებს 3 წელიწად ნახევარი ასწავლიდა ღვთის გზებს და მაგალითიც დაუტოვა. მთელი ღამე ლოცულობდა და ღვთისგან მოისმინა, სანამ 12 მოციქულს აირჩევდა. ლუკას მე-6 მე-12 და მე-13 მუხლი. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თუ პეტრე იესოს ნიმუშს აირჩევდა. გარდა ამისა, ფაქტი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ანტიოქიის ეკლესიის წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა იესოს მაგალითი გაითვალისწინეს და მარხვალოცვის შემდეგ პავლე გამოარჩიეს მოციქულის პოზიციაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ხსენებულ მოსაზრებას. პეტრემ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. საქმეების მე-13 თავის პირველი მუხლიდან მე-4 მუხლის ჩათვლით. 120 მოწაფემ ორი კანდიდატი გამოარჩია, იუსტოსი და მატათია. ასევე ვხედავთ პეტრეს გადაწყვეტილების შედეგს.
მატათიამ კენჭის ყრა მოიგო და მოციქულებს მიეთვალა. საქმეების პირველი თავის 23 მუხლიდან 26 მუხლის ჩათვლით. თუმცა მის სახელს ამის შემდეგ ვერსად შეხვდებით ახალ აღთქმაში. რატომ? იმიტომ რომ სავლე, იგივე პავლე, იყო ღვთიური კანდიდატი, რომელსაც იუდა უნდა ჩაენაცვლებინა და არა მატათია. სწორედ ამიტომ წერს პავლე. შემდეგ იესო გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა როგორც უდღეურს. ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას. 1 კორინთელთა მე-15 თავის მე-7 მუხლიდან მე-9 მუხლის ჩათვლით. პავლე ისე ლაპარაკობს თავის თავზე, თითქოს არასწორ დროს დაიბადა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ძალზე ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ თავდაპირველ 12 მოციქულს შორის ჩარიცხულიყო. პირადად გამოვიკვლიე პავლეს დაბადების თარიღი და ამაზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს, რომელთა შორის სხვაობა 14 წელს შეადგენს. მოდით გადავხედოთ ახალი აღთქმის შესაბამის დროს, რომ მის ასაკზე წარმოდგენა შევიქმნათ. აღწერილობათა უმეტესობის მიხედვით, სტეფანეს მოწამეობრივი სიკვდილი იესოს აღდგომიდან 4 წლის შემდეგ მოხდა. წერილი ამბობს, რომ მისი ჩაქოლვისას სავლე ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო. საქმეების მე-7 თავის 58 მუხლი. ახალი აღთქმის ბერძნულ ინგლისური ლექსიკონი აცხადებს, რომ ამასაკის შესატყვისი ბერძნული სიტყვა მიანიშნებს პიროვნებაზე, რომელმაც სქესობრივ სიმწიფეს მიაღწია. ეს გვაფიქრებინებს, რომ პავლე მეტისმეტად ახალგაზრდა იყო თავდაპირველი მოციქულობისთვის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის არჩევანს პავლე წარმოადგენდა. ის ნამდვილად ფლობდა მოციქულის ნაყოფებსა და ძალაუფლებას, მატათიაზე გაცილებით მეტად. დედა აზრი. მჯერა რომ პეტრემ იმპულსური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ღვთის გეგმას ცდებოდა. დღევანდელ ეკლესიებში მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, დაყოფა არ აღწდებოდა. წილისყრით მოციქულის არჩევის მოწინააღმდეგე ჯგუფი დაუპირისპირდებოდა წილისყრის მომხრეთა ჯგუფს და ეკლესიიდან გავიდოდა. ახლა მოусმინეთ წმინდა წერილის მომდევნო სიტყვებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. 50 დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ. საქმეთა მეორე თავის პირველი მუხლი. სიტყვა ერთად გახლავთ ბერძნული სიტყვა ჰომოტუმადიონ. ლექსიკონი მას ასე განმარტავს: ყველანი ერთი აზრით, ერთიანი თანხმობით, ერთხმად. ამ განსაზღვრებიდან ვხედავთ, რომ ადგილი არ ჰქონდა არანაირ დაყოფას, როგორც აზრობრივად, ისე მოქმედებით. The Complete Word Study ლექსიკონი. ისინი გაერთიანებული იყვნენ ერთი მიზნით, გონებით, გულითა და სულით. ამ განსაზღვრებიდან ვხედავთ, რომ ადგილი არ ჰქონდა არანაირ დაყოფას, როგორც აზრობრივად, ისე მოქმედებით. ისინი გაერთიანებული იყვნენ ერთი მიზნით, გონებით, გულით და სულით. რა შედეგი მოიტანა ამ საფუძვლიანმა ერთობამ? ღმერთმა თავისი დიდება გამოავლინა ერთი გულით, გონებით და მოქმედებით აღძრულ 120 ადამიანზე და არა იმ სხვაგან მყოფ 380 მოწაფეზე. ქალაქი იერუსალიმი იგივე აღარასოდეს დარჩენილა ქრისტეს ამ მიმდევრებზე გადმოსული ღვთიური დიდების გამო. ზემოთვალში მყოფ მამაკაცებსა და ქალებს პეტრეს მითითებების დამორჩილების პრობლემა ორი მიზეზის გამო არ ჰქონდათ. პირველი, მოციქულის წილისყრით არჩევა ცოდვა არ იყო, თუმცა ღვთისნებას აცდენილი გახლდათ. და მეორე, ისინი სრულად ემორჩილებოდნენ ღვთისგან დაყენებულ წინამძღოლს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ბიბლიური ჭეშმარიტება ღვთის პირდაპირ და გადაცემულ ძალაუფლებას შორის არსებულ კავშირზე. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მე ღმერთს ვემორჩილები, მაგრამ მის მიერ დაყენებულ ლიდერებს ეწინააღმდეგებიან. ისინი მოტყუებული არიან. ნამდვილად რომ ვექვემდებარებოდეთ ღმერთს, ორი რამის გამო დავემორჩილებოდით ჩვენს წინამძღოლებს. პირველი, უფლის უშუალო მმართველობა გვიბიძგებს, რომ დავემორჩილოთ დაყენებულ ხელმძღვანელებს. მეორე, ვინაიდან ვცნობთ ღვთის ძალაუფლებას ამ ხელმძღვანელებზე, ვემორჩილებით კიდეც მათ, სანამ ცოდვის ჩადენისკენ არ გვიბიძგებენ. მათი მორჩილება ღვთიური და სასარგებლოა. ასე მოგცევით ღვთის გამოვლინებული დიდებისა და მისი სამეფოს კარს ვაღებთ, რომელიც სწრაფად მიიწევს წინ. მკაცრი რეალობა. რთული კითხვები უნდა დავსვათ. პირველი,
ხელს უშლის თუ არა ღვთის დიდების გამოვლინებას ჩვენი უუნარობა, რომ დავექვემდებაროთ ეკლესიის წინამძღოლობას. მეორე. ეფუძნება თუ არა ჩვენი მორჩილება წინამძღოლების აზრთან თანხმობას ან უთანხმოებას. მესამე. რაიმე წილი ხომ არ გვიდევს დაყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ ზემოთვალში ზოგიერთი მოწაფე პეტრესგან განსხვავებულად იმოქმედებდა. ეჭვგარეშეა, რომ უფრო ბრძნული რჩევა იქნებოდა იესოს მაგალითის გათვალისწინება და თავდაპირველად ღვთისძიება, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ იმ ოთახში მყოფთაგან ვინმეს არჩევაზე. ეს ნაბიჯი გაცილებით გონივრული იქნებოდა, ვიდრე წილისყრა და ადამიანის დაყენება მოციქულის მსახურებაზე, რომელიც ამისთვის მოწოდებული არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის გადაჭრის უკეთესი გზა არსებობდა, ოთახში მყოფმა ხალხმა უფრო აღმატებული საშუალება დაინახა. წინამძღოლის სტრატეგიის გაზიარებით ერთობაში დარჩენის უპირატესობა. თითოეული ისე მიიწევდა წინ, თითქოს ეს მისი იდეა ყოფილიყო. რაოდენ ხშირად ვუპირისპირდებით ერთმანეთს ბრიყვულ და უმნიშვნელო უთანხმოებებზე, მსახურების წარმართვის მეთოდებთან დაკავშირებით. ან მრწამსის ისეთ ასპექტებზე ვდაობთ, რომლებმაც არ უნდა დაგვყონ. მაგალითად, იესო გასაჭირის პერიოდის დასაწყისში დაბრუნდება, შუაში თუ ბოლოში. არ მოგწონს, როცა პასტორს პიჯაკი კი არა, ჯინსები აცვია. არ მოგწონს ეკლესიის დარბაზში სასცენო კვამლისა და სინათლის განსაკუთრებული ეფექტების დაყენება თაყვანისცემის მსახურებაზე. წყემსი მეტისმეტად ბევრს ან ძალიან ცოტას ლაპარაკობს. საკმარისად არ ვლოცულობთ ან საერთოდ არ ვლოცულობთ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე. გულახდილად რომ ვთქვათ. ასეთ სცენარებს ბოლო არ უჩანს. სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ ასე ადვილად შეგვიძლია დაყოფა. და მაინც არსებობს ერთი საგანგაშო ფაქტი. ყველა დაყოფა ადვილი ამოსაცნობი როდია. ახალი აღთქმა ხშირად მეგვითითებს, რომ გაერთიანებული ვიყოთ მრავალი სხვადასხვა გზით და არა მარტო მოქმედებებით. აი რამდენიმე ნიმუში. სრულქმენით ჩემი სიხარული. ერთსა და იმავეს იზრახავდეთ. გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული. იყავით ერთსულოვანი და ერთაზროვანი. ფილიპელთა მეორე თავის მეორე მუხლი. იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ. ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანი. იცხოვრეთ მშვიდობაში და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან. მეორე კორინთელთა მე-13 თავის მე-11 მუხლი. ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა მოვალ და გნახავთ. თუ ვერ მოვალ, მესმოდეს თქვენზე, რომ მყარად გახართ ერთ სულში და ერთსულოვნად იღვწვით სახარების რწმენისთვის. ფილიპელთა პირველი თავის 27 მუხლი. დაყოფა მხოლოდ საწინააღმდეგო არგუმენტების წამოყენებით და მოქმედებებით არ შემოიფარგლება. ის სიღრმეში მიდის, გონებაში, გულსა და სულში. შესაძლებელია გარეგნული ერთიანობა არსებობდეს, მაგრამ მოტივებსა და აზრებში გაყოფამ დაისადგუროს. ჩემი დედმამა წლების მანძილზე ცხოვრობდა ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქში, რომელსაც ვერო-ბიჩი ეწოდება. ვერო-ბიჩის ჩრდილოეთით დაახლოებით 13 მილის მანძილზე არის სებასტიანის ყურეთ წოდებული ადგილი. იქაურებისთვის ის ცნობილია თავისი წყალქვეშა დინებებით. ღრმა დინება შეუიარაღებელი თვალისთვის დაფარულია. ოკეანის ზედაპირი ერთიანი ჩანს და წყალი თითქოს უნისონში მოიწევს ნაპირისკენ. თუმცა იმავე ადგილას სიღრმეში იგივე წყალი დიდი სიჩქარით მიედინება საწინააღმდეგო მიმართულებით. დინება თავის მსხვერპლს ითრევს და ღია ზღვისკენ მიაქანებს. ზოგჯერ ამას მათი სიცოცხლეც ეწირება. თქვენს ეკლესიაშიც ხომ არ არის ღრმა დინებები, რომლებიც ხელს გიშლით ღვთის დიდების გამოვლინებაში. მოწაფეების გაერთიანებამ მოიტანა ის, რომ მთელმა იერუსალიმმა შეიტყო იესოს აღდგომის შესახებ. მეტისმეტად დიდი იყო მისი თანდასწრება და ძალა. უბრალოდ დაფიქრდით, რომ იქ არ არსებობდა ტელევიზია, რადიო მაუწყებლობა ან რაიმე სახის სოციალური მედია შეკრებების დასაანონსებლად. მაგრამ იმ სპონტანურ თავყრილობებზე ათასობით ადამიანი მოდიოდა. აი ყველაზე მეტად გამოაფხიზლებელი კითხვა. რამდენი ჩვენგანი იდგება იესოს სამსჯავროს წინაშე გაოგნებული და განცვიფრებული იმით, რასაც უფალი გამოააშკარავებს. ღაწვებზე ცრემლ მდინარე ხომ არ გვაჩვენებს, თუ როგორ ვეწინააღმდეგებოდით სულიწმინდის გამოვლინებას ჩვენს საეკლესიო თემებში. ჩვენი შეუთანხმებლობა
ის წყალქვეშა დინება გახდა, რომელიც მრავალ ადამიანს ხელს შეუშლის გადარჩენის მიღებაში. წინამძღოლებს ვეწინააღმდეგებით გულით, აზრებით ან მოქმედებებით. დიახ, შესაძლებელია მართლებიც ვიყოთ, უკეთესი მოსაზრებებიც გქონდეს და ბიბლიურად უფრო მეტად გამაგრებულ სტრატეგიებსა და საქმის კეთების გზებს ვფლობდეთ, მაგრამ რას ჯობია, მართლები ვიყოთ თუ ღვთის დიდებაში შევიდეთ. სწორი შეხედულება გქონდეს საკითხზე თუ უამრავი ადამიანის ცათა სამეფოში შემომატება ვიხილოთ. სხვადასხვა მეთოდები. ეს საიდუმლო როდია. წინამძღოლები შეიძლება აცდენილი იყვნენ ღვთის გეგმებსა და სტანდარტებს, მაგრამ ძრწოლა მივლის და ვგოდებ ამის წერისას, როცა ვიხსენებ, რამდენჯერ მიმიღია არასწორი გადაწყვეტილებები წინამძღოლის რანგში. და მაინც, საოცარია როგორ შეუძლია ღმერთს თავისი მიზნების აღსრულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაერთიანებული ვართ. ეს არ გახლავთ დაუდევრად მოსაპყრობი საკითხი, რომ ყურწაგდებით ვეძებოთ მისინება. ეს ნუგეშის ცემად უნდა მოემსახუროს ჩემნაირ წინამძღოლს, რომელსაც შეცდომები დაუშვია. ახლა კიდევ ერთ რეალობას მინდა შევეხო, რომელიც ცოცხალ ერთიანობას ხელს უშლის. ეს გახლავთ ეკლესიაში სხვადასხვა მოქმედებათა შესახებ ცოდნის ნაკლებობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცათა სამეფოს წინსვლის მიზნისკენ მიმავალი სხვადასხვა გზები არსებობს. პავლემ კორინთელთა ეკლესიას უთხრა, რომ ეკლესიაში განსხვავებული ნიჭები და მსახურებებია და შემდეგ ასე დაწერა. სხვადასხვა სახის მოქმედებები, მიზნის მისაღწევი ქმედებები არსებობს, მაგრამ იგივე ღმერთი ასულდგმულებს და ააქტიურებს ყველაფერში. 1 კორინთელთა მე-12 მე-6 მუხლი. გაფართოებული თარგმანი. არის სხვადასხვა სახის მოქმედებები. ანუ ჩვენს სამეფოში მსახურებები წარმატებით წარიმართება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. პავლე მოციქული სამხედრო ტერმინებს ხშირად იყენებდა ეკლესიის დასარიგებლად. ეს სულაც არ არის ხატოვანი გამოთქმები, რადგან ჩვენ ღვთის არმიის წევრებს წარმოვადგენთ დედამიწაზე. ამ განსხვავებული მოქმედებების საილუსტრაციოდ მის ხელმძღვანელობას მოვიშველიებ. ჩვენი შეერთებული შტატების თავდაცვა სხვადასხვა განშტოებებისგან შედგება. ყავს არმია, ფლოტი, საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები და სანაპირო დაცვა. ამ განყოფილებებს სხვადასხვა პროცედურების გავლა სჭირდებათ თავიანთი მიზნებისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად. ხშირად ეს მეთოდები ყველა ძალისთვის უნიკალურია, მაგრამ ისინი ერთად მოქმედებენ, როცა საქმე არის დაცვასა და მომსახურებაზე მიდგება. საჰაერო ძალების კადეტი განსაკუთრებულად იწურთნება, როგორც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ფუნქციონირებადი წევრი. მითითებების უმეტესი ნაწილი მიმართულია საჰაერო ტაქტიკური ოპერაციების შესწავლისკენ, რადგან ეს დანაყოფი ძირითადად ცაში მოქმედებს. თუ ის ხელახლად არეგისტრირდება არმიაში, ახალი ტიპის წურთნის გავლა მოუწევს. რასაკვირველია, არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ორივე მიმართულებისთვის საერთოა. და მაინც, არმია დიდად განსხვავდება საჰაერო ძალებისგან, ვინაიდან ის ძირითადად ხმელეთზე მოქმედებს. ყოფილ საჰაერო ძალების ჯარისკაცს ახალი ტაქტიკური მანევრებისა და სამხედრო სტრატეგიების შესწავლა მოუწევს. ამ თვალსაჩინოების გათვალისწინებით გადავხედოთ პავლეს სიტყვებს კორინთელთა ეკლესიის მიმართ. ამიტომ გევედრებით, გახდით ჩემი მომბაძველნი. 1 კორინთელთა მე-16 მუხლი. პავლე ეკლესიას სთხოვდა, რომ მისთვის მიებაწათ. მას არ დაუწერია მომბაძეთ მე, როგორც მე ქრისტეს. ეს მოგვიანებით გააკეთა. 1 კორინთელთა მე-11 მუხლი. არსებობს მიზეზი, რატომაც არ დაწერა ასე ამ ეტაპზე. ეს მისი მომდევნო სიტყვებიდან ჩანს. ამიტომ გევედრებით, გახდით ჩემი მომბაძველნი. ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან ყველა ეკლესიაში. 1 კორინთელთა მე-16 და მე-17 მუხლი. პავლემ მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას უთხრა, რომ მისთვის მიებაძათ და შემდეგ დაამატა. ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე. რატომ იყო საჭირო ტიმოთეს გაგზავნა? იმიტომ, რომ კორინთელებისთვის შეეხსენებინა პავლეს გზები ქრისტეში. ყურადღება მიაქციეთ, რომ მას არ მიუწერია ტიმოთე გაგახსენებთ იაკობის გზებს ქრისტეში. იყო თუ არა იაკობი მოციქული ეკლესიაში? რასაკვირველია.
იყო თუ არა ის ღვთისმიერი წინამძღოლი? რასაკვირველია, იაკობი პავლეზე დიდი ხნის მანძილზე იყო თუ არა მოციქული? ისევ დიახ. მისი გზები, მეთოდები ან მოქმედებები პავლეს გზებისგან განსხვავდებოდა? პასუხი ისევ დადებითია. ნუ თუ პავლეს მითითებები იაკობის გზებს ქრისტეში უუნაროს ხდის. რასაკვირველია არა, თუმცა იაკობის გზები არ შეესაბამებოდა კორინთელთა ეკლესიას, რომელიც პავლემ დანერგა. ანალოგიურად, საჰაერო ძალების გზები ფლოტში არ გამოდგება. არის ზოგი რამ საერთო, მაგრამ მათ შორის ბევრი განსხვავებაა. მოდით ამაზე კიდევ დავფიქრდეთ. პავლეს ტიმოთესთვის არ უთქვამს, რომ ეკლესიისთვის ესწავლებინა პეტრე მოციქულის გზები, ან იუდა მოციქულის გზები, ან იოანე მოციქულის გზები ქრისტეში. არა. პავლემ დანერგა იქ თავისი წინამძღოლობის კულტურა და შესაბამისად აგრძელებდა. მისი მეთოდები სხვებისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ჭეშმარიტი იყო ქრისტეს ფუნდამენტური მოძღვრებისთვის. პირველი ეკლესიის წინამძღოლები იგივე მრწამსსა და მოძღვრებას იზიარებდნენ. თუმცა ყოველ მათგანს განსხვავებული მეთოდი ჰქონდა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებს ყველა ერიდან იმოწაფებდნენ. იფიქრეთ რეალობაზე იმ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელსაც ეკუთვნით. დაუშვათ თქვენი უფროსი პასტორები, გახლავან ჯიმ და ლიზა სმითები. მათ და წინამძღოლთა გუნდმა ღვთისმადლით ეკლესია 1500 წევრამდე გაზარდეს და ამას მათი ხელმძღვანელობისთვის გამორჩეული სტილით, კულტურისა და მეთოდების გამოყენებით მიაღწიეს. თქვენი ეკლესიის ნაყოფიერებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. მას ადგილობრივი აღიარება აქვს, მაგრამ ამაზე შორს ვეღარ მიდის. დაუშვათ სხვა ადგილას არსებობს გლობალური მასშტაბის სხვა ძალზე ცნობილი ეკლესია. იქაური პასტორები არიან დაგ და ჰიზერ ჯონსები. ისინი აყალიბებენ მიმართულებებს და მსახურებას სრულიად ახალი ტაქტიკის გამოყენებით უძღვებიან. მათი ზეგავლენა გაცილებით მეტ ადამიანს მოიცავს, ვიდრე თქვენს პასტორებს აქვთ. ვის გზებს გაყვებით, ჯონსონებისას თუ სმითებისას, თქვენი პასტორებისას? ნამდვილად იქნება მსოფლიოში ცნობილი პასტორების კვალზე სიარულის ცდუნება. უფრო მეტიც, შეეცდებით თქვენმა წინამძღოლებმაც გადაიღონ მათი მეთოდები, კორინთელებისგან არაფრით განსხვავდებით და ამიტომ თქვენი ლიდერების გზებს უნდა იცნობდეთ და მიყვებოდეთ ერთიანობასა და დიდების გულისთვის. რეალობა ის გახლავთ, რომ თქვენი წინამძღოლები სმითები არიან და არა ჯონსები. ხედვა ფრინველის თვალსაჩინარიდან. 30 წელზე მეტია მსოფლიოს გარშემო ყოველ კვირას ვმოგზაურობ. ქონდა 1000-ზე მეტ კონფერენციასა და საეკლესიო მსახურებაზე დასწრების პატივი 49 შტატსა და 60-ზე მეტ ქვეყანაში. დიდი პრივილეგია გახლავთ უამრავ საეკლესიო ქსელში სხვადასხვა მოქმედებებზე დაკვირვება. როცა სტუმრის სტატუსით მიწვევენ, იმ ეკლესიის კულტურის შესწავლა ჩემი უმთავრესი მიზანია. როცა ჩემთან სტუმრად მოხვალთ, ვერ მასწავლით, როგორ უნდა ვმართო სახლი. მხოლოდ დაკვირვებას შეძლებთ, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი. სტუმარს არ შეუძლია სადილის დროის ან კერძების განსაზღვრა. არც კი იკითხავთ, რომელზეა სადილი. როცა ეს დრო დადგება, სუფრასთან მიგიწვევენ და მადლიერებით მიიღებთ, რასაც მასპინძლები შემოგთავაზებენ. როგორც სტუმარი წინამძღოლს ვეკითხები, რას იცვამთ კათედრასთან გამოსვლისას? შემდეგ ვცდილობ ისე ჩავიცვა, როგორც მისთვის მისაღები იქნება. მახსოვს ერთ კონფერენციაზე დასასწრებად გამემგზავრე და სცენაზე ჯინსების და ჩაღილული პერანგის ჩაცმას ვაპირებდი. აეროპორტში ჩვენ გუნდს სმოკინგებში გამოწყობილი 4 მამაკაცი დახვდა 2 თეთრი ლიმუზინით, რომ სასტუმროში წავეყვანეთ და მოგმსახურებოდნენ. უფროსი პასტორი რომ ვყოფილიყავი, ჩამოსულ სტუმრებს სხვაგვარად დავხვდებოდი. ჩემს ერთ-ერთ ვაჟს ან გუნდის წევრს ყოველდღიური სამოსით გავუშვებდი 1 ან 2 კარგი და სუფთა მანქანით, რომ სტუმრები მოეყვანათ. თუმცა ეს არ იყო ჩემი ეკლესიის კონფერენცია. ადვილი დასანახი გახლდათ, რომ გარეგნული პატივისცემა ამ ეკლესიის პრიორიტეტს წარმოადგენდა. მაშინვე მივხვდი, რომ კათედრისთვის მომზადებული სამოსი მათ კულტურას და მეთოდებს შეურაცხყოფდა. ამიტომ შესაფერისი ტანსაცმლის შოვნაზე ვიზრუნე. როგორც სტუმარი, კითხვას ვსვამ, რამდენ ხანს გსურთ რომ ვილაპარაკო? პატივს მივაგებ მათ ნათქვამს და ვცდილობ დროის იმ მონაკვეთის ფარგლებში ჩავჯდე. თუმცა ყოველთვის ასე არ ვიქცევი. ჩემი ერთ-ერთი გმირის
ტომი ბარნეტის ეკლესიაში ყოველწლიურად ვქადაგებ აგერ უკვე 15 წელზე მეტია. მისი ეკლესია ცნობილია Phoenix First Assembly-ს სახელით, მაგრამ ახლა მას Phoenix Dream Center-ის უწოდებენ და პასტორი მისი ვაჟი ლიუკი გახლავთ. პირველ კვირადილის მსახურებაზე მან 40 წუთი მომცა ქადაგებისა და მსახურებისთვის. ისიც დაუმატა, რომ კათედრიდან ჩანდა საათი ჩემს დასახმარებლად, რომელიც დროს უკუღმა ითვლიდა. ისე მოხდა, რომ 10 წუთი გადავაჭარბე. მან უცებ დატოვა მსახურება, ისე რომ ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ვიცოდი, რომ უკმაყოფილო იყო. მთელი შუა დღე ვიტანჯებოდი ამის გამო. საღამოს მსახურებამდე მის კაბინეტში მარტონი აღმოჩნდით და დავინტერესდი. დილის მსახურებაზე მომხდარმა ხომ არ გაანაწყენა. მან მიპასუხა: "დიახ, ასეა." მე ვკითხე: "იმიტომ რომ დიდხანს ვილაპარაკე?" მან მითხრა: "დიახ, ცოტა ხნით შეჩერდა და განაგრძო." "მომწონხარ, ჯონ. ამიტომ გეტყვი ჩემი უკმაყოფილების მიზეზს. აქ უამრავი ადამიანი გვყავს, რომელსაც გადატვირთული გრაფიკი აქვს. ბავშვებთან დაგეგმილი პროგრამით მუშაობენ, რომელიც ჩვენი მთავარი მსახურების გრაფიკს შეესაბამება. როცა 10 წუთით მეტი ილაპარაკე, ისინი გრაფიკიდან ამოვარდნენ. 30-ზე მეტი ავტობუსი გვყავს, რომლებსაც დამსწრენი უკან მიჰყავთ თავიანთ ღარიბ უბნებში და ყველა მძღოლი ხალხს ელოდება ჩართული ძრავებით. რა უნდა ეკნათ? სია გრძელდებოდა. შემდეგ დასკვნის სახით ასეთი კითხვა დამისვა: შენ არაფრად ჩააგდე ჩვენ მიერ დადგენილი წესრიგი, რადგან კიდევ 10 წუთი ლაპარაკი მოგინდა? კარგი წვრთნა ჩამიტარდა და შეცდომიდან ვისწავლე. როგორც სტუმარი წინამძღოლს ვეკითხები ხოლმე. როცა ადამიანებს ხსნის მისაღებად იხმობთ, სცენაზე ამოსვლას სთხოვთ, ადგილზე დარჩენას თუ ხელების აწევას. ყურადღებით ვუსმენ წამყვანი პასტორის პასუხს და მათთვის მისაღები კულტურის თანახმად ვმოქმედებ. მტკიცედ მწამს, რომ ადამიანი ნამდვილად მიიღებს გადარჩენას ზემო მოყვანილი სცენარებიდან ნებისმიერის პირობებში. ეს ის სანიმუშო კითხვებია, რომელთაც ვსვამ. თუ ჩემი გეგმა განსხვავებულია და ვფიქრობ, რომ ეს უფრო გამოდგება, უფროს პასტორს ვთხოვ. ხომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, რომ გეგმიდან ცოტათი გადავუხვიო. ისინი მოწონებით უყურებენ თხოვნას და თითქმის ყოველთვის სიხარულით მაძლევენ ამის უფლებას. უამრავი სხვა თვალსაჩინოება არსებობს, რომელთა მოწოდებაც შემიძლია. მაგრამ ვფიქრობ, უკვე დაინახეთ, რომ ჩემი მთავარი მიზანია წინამძღოლის მიერ დადგენილი მეთოდების შესაბამისად მოქმედება, რაც არის მისი გზები ქრისტეში. იმ შემთხვევაში, თუ წინამძღოლი იტყვის, ჩვენ არ გვწამს, რომ საჭიროა ხსნისთვის მოწოდება, რადგან იესო ერთ-ერთი გზაა ღვთისკენ, ჩვენ გვჯერა, რომ საუკუნო სიცოცხლემდე მრავალი გზა მიდის, მაშინ უარს ვიტყვი მათი გზის გათვალისწინებაზე, რადგან აქ საქმე არ გვექნება მსახურების მეთოდთან, არამედ წინამძღოლის შეხედულებასთან, რომელიც ქრისტიანობის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს უპირისპირდება. ქრისტეს სხეულს წლების მანძილზე, ასე ვთქვათ, ფრინველის თვალსაწიერიდან მასშტაბურად ვაგვირდებოდი. ამიტომ მრავალი ტრაგედიის მომსწრე ვარ, რომელიც ამ საბაზისო ჭეშმარიტებების უცოდინრობას მოჰყვა. ვიხილე, რომ წინამძღოლობის ან ბიბლიური წვრთნის სკოლებში წასულებმა მათი მშობლიური ეკლესიისგან სრულიად განსხვავებული კულტურა აითვისეს. ხშირად ეს სკოლები რომელიმე დიდ ეკლესიას უკავშირდებიან, რომელიც მათთვის საერთო გარემოს ავითარებს. ამრიგად, მოსწავლეები ეკლესიურ მეთოდების გამოყენების პროცესში ერთვებიან, როგორც სკოლებში, ისე შაბათკვირის თაყვანისცემის მსახურებაზე. გამოშვების შემდეგ ისინი დიდი ენთუზიაზმით სავსენი ბრუნდებიან და მშობლიური ეკლესიის გარემოს შეცვლას იწყებენ. შესაძლოა მათ მიერ ნასწავლი უფრო მისაღები და ეფექტურიც იყოს, მაგრამ თუ ძალიან დაიჟინებენ, ღრმა წყალქვეშა დინებად იქცევიან ეკლესიაში. თუ მათ მიერ შემოთავაზებული მეთოდები უარყვეს, საუკეთესო გზა იქნება ლოცვა და ღვთისწინაშე საკითხის მიტანა. უნდა განაგრძონ სვლა თუ მთელი გულით დაემორჩილონ თავიანთი წინამძღოლის მეთოდებს. ახალგაზრდა პასტორი რომ ვიყავი, სხვადასხვა მოქმედებების, ტექნიკისა და მეთოდების არცოდნა ჩემს პასტორთან ძლიერი დაპირისპირებისკენ მიბიძგებდა. ლუიზიანის ეკლესიაში წავედი და ის მეთოდი შევისწავლე, რომელიც იქ საუცხოოდ მუშაობდა. ისე ვიყავი აღფრთოვანებული მათი წარმატებით, რომ საკითხს ღრმად არ დავუფიქრდი. გამოდგებოდა თუ არა ასეთი მიდგომა ჩვენი ეკლესიის გარემოში. ცხადი იყო ჩემი წინდა უხედაობა და ახლა ვხედავ, რამდენად შეუსაბამო იყო ხსენებული მეთოდი ჩემი პასტორის.
ქრისტეს მიერ გზებთან. ლუიზიანის ეკლესიის წინამძღოლი ჩემი უფროსი პასტორისგან სრულიად განსხვავებული პიროვნება გახლდათ. ორივე მათგანს გლობალური მასშტაბის მსახურება ჰქონდა. ორივე ეფექტური იყო. ორივეს მიჰყავდა უამრავი ადამიანი ცათასამეფოში, მაგრამ ამ საქმეების კეთების გზა ორივეს განსხვავებული ჰქონდა. ჩვენ ყველაზე მობილური საზოგადოება ვართ ისტორიაში არსებულთაგან. უმეტესი ჩვენგანი ალბათ ერთხელ ან რამდენჯერმე მაინც შეიცვლის ეკლესიას ცხოვრების მანძილზე. ახალ თემთან შეხვედრისას უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლოთ იქაური გარემო. ეს ისეთი რამაა, რაც გამიზნულად უნდა ვაკეთოთ. რაც უფრო მალე მოვერგებით ქრისტეს გზების მათ გაგებას, მით მეტად გავძლიერდებით როგორც პიროვნულად, ისე მთლიანი სხეულის, ისე მთელი სხეულის ნაწილად ჩამოყალიბების თვალსაზრისით.